ბაჰარი. ურჩხული ხარ, ადამიანი კი არა. ასეთი გულქვა და შეუბრალებელი როგორ გახ ურჩხული ხარ, ადამიანი კი არა. ასეთი გულქვა და შეუბრალებელი როგორ გახდი? ადამიანობა სულ დაკარგე? მიპასუხე. ეს ბავშვია. ბავშვი, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა და თავი შეგვაყვარა. რას ამბობთ? რას ნიშნავს სახლი უნდა წაგვართვათ? აი ასე ჰაზან, ფული მეც მჭირდება. დედას უთხარი რომ დამიბრუნოს. ბიძია ბურჰან, როგორ შეუძლია დედას 2 დღეში ფულის დაბრუნება? რომ ქონოდა თქვენ ხომ არ გამოგართმევდათ? დედა შენს ფული არა, მაგრამ სახლი ხომ აქვს? ესე იგი თავიდანვე ასეთი გეგმა გქონდათ. სხვა შემთხვევაში დედას ასეთ თანხას რატომ მისცემდით, არა? ჰაზან, არ გინდა ასეთი ლაპარაკი, კარგი? ეს ხომ თაღლითობაა? სახლის საფასური მოცემულ თანხაზე მეტია. როგორ არ გცხვენია რომ თაღლითი მიწოდე? ფულს რომ მართმევდით, კარგი ვიყავი? დედა შენი რომ სესხულობდა რაღაცის იმედი ხომ გქონდა, არა? მოკლედ ჩემი ფული მჭირდება. თუ არა და სახლს წაგართმევთ. ბაჰარ? კარი ღია იყო და შემოვედი. მართლა? არ შემინიშნავს. ჯობს ფრთხილად იყო ბაჰარ. კარგი? აბა, დაისვენე? უკეთ გახდი? მგონი, გამოვიძინე. დარწმუნებული ხარ? დაღლილი ჩანხარ? არა, ნუ ღელავ. მიხარია რომ ყველაფერი კარგადა. არ იფიქრო რომ გითვალთვალებდი. უბრალოდ ყვავილები მოგიტანე. რატომ შეწუხდი? კარგი. გასაგებია. დედამ ფული ჩემ გამო გამოგართვათ. ის ჩემი ვალია. დედას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პირობას გაძლევთ. ბოლომდე გადაგიხდით. ოღონდ დედას ნუ ეტყვით. ჩემთვის სულ ერთია ვინ გადაიხდის. შენ თუ დედა შენი. ფული დროზე დამიბრუნეთ, თორემ სახლს წაგართმევთ. გასაგებია? კარგი. ყველაფერს ვიღონებ.
ჩემი და ჩემი სიცოცხლეა. ელფინი ჩემთვის ყველაფერია. კიდევ ერთხელ რომ გავიგო მსგავსი რამ ვერ გადამირჩები. ძმაო, საყვარელო. საყვარელო. ელფინ. ჩემო ძვირფასო. ბატაცინა. ვიცოდი რომ არ მიმატოვებდი. ვიცოდი ძვირფასო. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. ეს არის ბავშვი, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა და თავი შეგვაყვარა. შენ მინხარ რომ წვეთ იცოცხლოს თუ არა? დემირ, ეს შენ ხარ? ვერ გცნობ, დემირ. თავი პირველად ვიგრძენი ასე უსუსურად და ასე საცოდავად. ყველაფერი კარგად არის დემირ ბეის სიცხემ დაუწია. გული კარგად მუშაობს, სუნთქვაც აღარ უჭირს. დანარჩენს ანალიზების შედეგები გვიჩვენებს. უნდა დაველოდოთ. სრულზე მომეშვა. მადლობა ღმერთს. ვიცოდი რომ არ მიმატოვებდი. ვიცოდი. ცოტა თავბრუნე ხვევა. ეგ არაფერია. ნუ ველო, დაისვენე. შენ გამოვლოცულობდი, ჩემო საყვარელო. მადლობა ღმერთს, რომ გამოფხიზლდი. ანალიზის პასუხებს მივიღებთ თუ არა, მაშინვე შეგატყობინებთ, ახლა კი დაგტოვებთ. გავალ გავიგებ აი სუნჰანი მი როგორ არის. შეიძლება დავრჩე ექიმო. წინააღმდეგი არ ვარ. გმადლობთ. ჩემო ლამაზო. ძმაო, რა ხდება? რა დაგიმართა?
რა მოგივიდა? ავად ხარ, გაცემინებს? არა მგონია ავად ვიყო, არა. ალბათ ალერგია, ყვავილებზე. უარესად არ გახდე. ექიმთან წავიდეთ ბაჰარ. არა, ექიმი რა მინდა, გამივლის. ეს ალერგიაა. მინდვრის ყვავილებით გამოწვეული. გამივლის. იმედია ალერგია, მაგრამ თუ ცუდად გახდები და სიცხე გექნება, ექიმთან წავიდეთ, კარგი? ყველაფერი რიგზია. მალე გამივლის. მერთო ჩემო, მე ვარ დამნაშავე. წარმოგიდგენია რა ხდება? მითხრა რომ სახლს წაგვართვევს. ასე მცირე დროში ფული როგორ ვიშოვოთ? ჯანდაბა. დედა, შვილო, საღამოს ვახშმისთვის რამე გჭირდება? გასაუბრებაზე ვიყავი. თუ რამე გინდა მაღაზიაში შევივლი. არა, რასაც მომზადებ ყველაფერი შევჭამ. კარგი ძვირფასო, თუ რამე მოგინდება მომწერე. მოდი საღამოს კარგი სუფრა გავშალოთ და გემრიელად მივირთვათ. როცა ჩემ გვერდით ხარ, ყველაფერი გემრიელია. თავს ნოდა იღლი, დედა. რაც გინდა იყიდე და მოდი. მორჩა ნახვამდის. საწყალი დედა ჩემი. რა მოუვა ეს ამბავი რომ გაიგოს? რა უნდა ბურხანს? ნება მომეცი, წყალი მაინც მოგიტანო. ხო. რა დავწყვიტე საბუთები გადმომეცა, რომლებშიც ჩანდა, რომ თქვენი მამები პარტნიორები იყვნენ. თუმცა მათ შენამდე ვერ მოაღწიეს. შერეფმა ჩაიგდო ხელში და გადაყარა. მე არ დამიჯერებდი, ამიტომ სხვა გზების ძიება დავიწყე. მართალია ის საბუთები მე მოგაწოდე, მაგრამ გეფიცები იმ გველის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. ეგ ყველაფერი სხვისი მოწყობილია. გული მტკივა ჩემზე ცუდად რომ ფიქრობ. ჯერა გველის ამბავიც შერეფის მოწყობილია. მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ხვდები რომ საშიში ადამიანია.
გევედრები ბაჰარ. შეისმინე ჩემი სიტყვები. გევედრები. ძალიან გთხოვ დამიჯერე. მე ხომ ასე ძალიან მიყვარ ხარ. რა იდიოტი ვარ. არა და მინდოდა მე სიამოვნებინა. ალო? ძმაო, ყველაფერი მზადაა. გაფრთხილება მინდოდა. ხალხი მიპოვე? ვიპოვე მეგობარო, ვიპოვე. კარგი გუნდია. გასაგებია. კარგი, დამელოდეთ, მალე შეგეხმიანებით. შევთანხმდით, ჩვენს მითითებებს შევასრულებთ. ნახვამდის. აბა რა უფეფენდი. ვნახოთ ვინ აჯობებს. აისუნ ხანიმ როგორ ხართ? დემირი უხეშად გელაპარაკათ, მაგრამ არ იცის რას აკეთებს. დისავად მყოფობის გამო ძალიან ტარდობს. დემირი ამ მდგომარეობაში პირველად ვნახე ხაჯერ. ის ხომ კონტროლს არასდროს კარგავდა. შენც ხომ დაინახე როგორ დამაცხრა თავს. დავინახე აისუნ ხანიმ. დავინახე. მაგრამ დემირი სასოწარკვეთილი იყო. ასე არასდროს მოიქცეოდა. შოკირებულია. ამას სერიოზულად ნუ მიიღებთ. არც ვიღებ. ელფინი მისიდაა. და ყველაფერი მესმის. მაგრამ დემირის პირველად შემეშინდა. მომიჩვენა რომ ის საშიშია. საერთოდ დემირს ასეთი რამ არ ახასიათებს. მაგრამ მართალი ხართ. საკუთარ თავს არ გავდა. მეც კი შემეშინდა. ღმერთია მოწმე რომ დემირი ასეთი არ არის. ბაჰარ, წყალი მოგიტანე. გისმენ ოჯან. ოჯან, მაპატი ივერდა გირეკე. როგორ ხარ? კარგად. ჩემზე ნუ ვილაპარაკებთ. შენ როგორ ხარ? კარგად არ ვარ, ოჯან. უსიამოვნება თავს არ მანებებს. რა მოხდა, თარიქი ისევ არ გასვენებს? ყველაფერი მისი საქციელის ბრალია. დედამ რეალტორ ბურჰანს თარიქისთვის მისაცემი ფულის თხოვა. რომ განქორწინებაზე დათანხმებულიყო. ახლა ბურჰანი ვალის სასწრაფოდ დაბრუნებას ითხოვს. როგორ, ფული ახლა ხანს არ გამოართვით? ხო, ასეა. თუ ფულს არ დავუბრუნებთ, 2 დღეში სახლს წაგვართმევს. რა? დედა ჯერ არ გაუგია. არ ვიცი რა ვქნა. ბანკში წავედი კრედიტის სასაღებად, მაგრამ უარი მითხრეს. ძალიან დაბნეული ვარ. კარგი, ჰაზან, ნუ დარდობ. მოდი ამაზე ტელეფონით ნუ ვილაპარაკებთ. შევხვდეთ და რამე მოვიფიქროთ, კარგი?
კარგი. პარკში მოდი და ვილაპარაკოთ. ნახვამდის. ისევ ჩამეძინა? ეს ბუნებრივია. კარგად უნდა დაისვენო, რომ გამოჯანმრთელდე. ძინარემზე თუ ნახავო, რა თქმა უნდა გძინავს. სხვა შემთხვევაში ვერ გამოჯანმრთელდები. ძილშიც აქტიური ხარ. დეიდა, ჩემო მოვლა დაგღალა. საყვარელო, შენ გამო სიცოცხლესაც დავთმობ. რა თქმა უნდა შენზე ვიზრუნებ, აბა რას ვიზამ. ანალიზის პასუხები კარგია, მაჩვენებლები გაუმჯობეს და ავადმყოფობის მიზეზი ინფექციაა და მისი განკურნება მოვახერხეთ. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. გამოჯანმრთელდი ძვირფასო ელფინ. როგორ შეგვაშინე? გმადლობთ, აისუნ ხანიმ. აისუნ ხანიმ, თქვენ მიერ შეკვეთილი წამლები ალბათ აღარ დაგჭირდება. ვერ გავიგე, ესე იგი ელფინი ჯანმრთელია? დიახ, ანალიზების თანახმად ასეა. ძალიან მიხარია. მართლაც საოცრება მოხდა. ასეთ სიტუაციებს ხშირად არ ხვდებით. ელფინი ავად გახდა, რადგან წამლებს არ იღებდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ელფინ. ესე იგი წამლებს არ იღებდი, არა? იცი, არა, მე თვითონ დეიდა. წამლებს ვიღებდი. ცდილობდი, მაგრამ ზოგჯერ მავიწყდებოდა და არ ვსვამდი. ელფინ ხანიმ, წამლების მიღება აღარ შეწყვიტოთ. ინსტრუქციის მიხედვით თუ არ იმოქმედებთ, სიტუაცია გართულდება. ორგანიზმის მომძლავრებამდე მოვლა და განსაკუთრებული რეჟიმი გჭირდებათ. კარგად დაიძინეთ, იკვებეთ და სტრესს თავი არიდეთ. ნუ ღელავთ ექიმო. ჩვენი მიზანიც ეს არის, საერთოდ ძალით ელფინს განკურნავთ. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. გმადლობთ. გმადლობთ, დიდი მადლობა. გმადლობთ. გმადლობ დეიდა. არ გინდა ჰაზან, ნუ გეშინია. ამდენი რამ გადაიტანე და რთული მდგომარეობიდან გამოხვედი. კიდევ რამდენს უნდა გავუძლოთ, ოსჯან? ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს? ერთი უსიამოვნება სრულდება და მეორე იწყება. ბანკს კრედიტი რომ მოეცა, ვალს დავუბრუნებდი. არც არავინ მყავს, რომ ფული ვისესხო. ბურჰანმა 2 დღე მომცა. მხოლოდ 2 დღე. ფულს თუ არ დავუბრუნებთ, სახლს აგვართმევს. ნუ თუ ასე ადველია სახლის წართმევა. ეჭვმეპარება. არ მჯერა. ღმერთმა დასაჯევს ეს ბურჰანი. ვერ ხედავ რას ჩადის. მე ვახშეებიც კი უფრო ადამიანურად იქცევიან. დედას ამას ვერ ვეტყვი. რას შეძლებს? ვერაფერს. თავს რამდენის უფლებას აძლევს. დარწმუნებული ვარ, თქვენ სახლს თვალი დაადგა. ხოდა დედამ ფული რომ სთხოვა, მისი მოტყუება გადაწყვიტა, ის ხომ რეალტორია და ყველაფერი გათვალა რა? მე მგონი მართალი ხარ. მოვიდა, ყველაფერი დაათვალიერა და მიზანიც დაისახა. ჰაზან, მომისმინე. ჩემს მშობლიურ ქალაქში პატარა სახლი მაქვს. ის ბანკში ჩავდოთ და ბურჰანს ვალი დაუბრუნოთ. მას უფლებას ვერ მივცემთ, რომ დედა შენი უსახლკაროდ დატოვოს. ოსჯან, შენ საუკეთესო მეგობარი ხარ. მაგრამ ამას ვერ დავთანხმდები.
შევეცდები ყველაფერი სხვანაირად მოვაგვარო. როგორ მოაგვარებ ჰაზან? ოზჯან, ერთადერთი ხარ, ვინც ასე გულისხმიერად გვექცევა, დიდი მადლობა. მაგრამ ეს პული თვითონ უნდა ვიშოვო. კარგი, მაგრამ თუ არაფერი გამოვა, შეთავაზება ძალაშია. ეს მინდა იცოდე. გმადლობ. ახლა წავა. მოგვიანებით ვილაპარაკოთ, კარგი? ოზჯან, ძალიან მწუხვა, რომ ჩემგანმა უსიამოვნება შეგემთხვა. მაგრამ მიხარია, რომ ყველაფერი მოგვარდა. არაფერია ჰაზან, უდარდობ. თავს გაუფრთხილდი. კარგი, ნახვამდის. დემირ, სასაზარკვეთილი ვიყავი, მაგრამ ელფინი გამოჯამრთელდა. ექიმმა თქვა, რომ კარგი მოვლა ფეხზე დააყენებს. მართალია, ჩემი საყვარელი ელფინი მალე კარგად გახდება. რაღაცის შემოთავაზება მინდა, დემირ. ელფინმა ჩვენთან იცხოვროს. სუფთა ჰაერი, კომფორტი და მოვლა არ მოაკლდება. იქ თავს უკეთ იგრძნობს, თან ერთთან სავიყვან და ელფინს კარგად მიხედავს. მადლობა ისუნ, მაგრამ უარს ვამბობ. ელფინზე ჩვენს სახლშიც კარგად იზრუნებენ. დემირ, არ გინდა, ხომ გაიგონე ექიმა რა თქვა? თავარი სწორი მოვლაა. მე ხომ გოგონასთვის სიკეთე მინდა. არა, ელფინს ჩვენი სიყვარული გამოაჯანო მრთელებს. დიახ, ჩემი ძმა მართალია. სახლში თავს უკეთ ვიგრძნობ. გამოჯამრთელება უკვე დავიწყე. მაგალითად ახლა ტკბილი მინდა. ესე იგი უკეთ ვარ. კარგი,ახლავე წავალ დესერტის მოსატანად ოღონდ, შევთანხმდეთ. თუ ექიმი დესერტის წინააღმდეგი იქნება, მაშინ არ შეჭამ, გასაგებია? თუ ექიმი იტყვის, მაშინ შეჭამ. შევთანხმდით? შევთანხმდით. კარგი. თუ ასეა წავალ. დემირ. გთხოვ. ელფინმა ჩემთან იცხოვროს. შენც გადმოდი და ის შენ გვერდით იქნება. არავითარ შემთხვევაში. ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. ნურჯან, გამარჯობა. ხაზან როგორ ხარ, კარგად? ხო, ძვირფასა მოგწანდი, შემოდი. გამახსენდით და შემოვლა გადავწყვიტე. გთხოვ, ოთახში შედი. ხაზან, თავს როგორ ვგრძნობ საყვარელო? ჯობს არ მკითხო. რა მოხდა? ახსოვს დედამ თარექს ფული რომ მისცა. ის რეალტორს გამოართვა. ბურხანი კი გუშინ დილით მობრძანდა და თანხის დაბრუნება მომთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლის წართმევი და მემუქრა. რას ამბობ, ხაზან? ყველაფერი თავიდანვე გათვალა. არ ვიცი როგორ მოვიქცე. დედასაც ვერ ვეუბნები.
ბაჰარ სცენარეული ჩაი მოგიტანე რომელიც გაციებას ეხმარება გმადლობ შერებ ექიმთან წასვლა არ გინდა მაგრამ აშკარად ცუდად ხარ იქნებ საავადმყოფოში წავიდეთ რა სიტყვი ახლა იქ წასვლა არ შემიძლია თავი არ მაქვს შერებ ასეთი რამ ადრეც დამართნია მაშინ ფამუკმა შეძლო ჩემი განკურნება საავადმყოფოში სიარულის გარეშე სწრაფად გამომჯამრთელდი კარგი ფამუკს დაურეკოთ და ის გვირჩევს როგორ მოვიქცეთ კარგი არა ასე არ გამოვა ტელეფონით არა არა და მან მიშველა განსაკუთრებულ წვნიანს ამზადებდა რომლის ჭამის შემდეგ უკით ვხდებოდი რა ცუდია რომ ფამუკი აქ არ არის ვერ მოიყვან შერებ ესე იგი ორი დღე მოგცა? რა გულქვა? ამდენი ფული სად უნდა იშოვო, ხაზან? შევი დღისთვის 2 ოქროს სამაჯური მაქვს. გინდა მოგცეთ? დიდი მადლობა, რა კეთილი ხარ, მაგრამ ეს არ გვიშველის. არა. შეინახე. შენი სამაჯურები. ახლა